სიური და ფართომასშტაბიანი მუშაობა პირობითი მსჯავრდებული ახალგაზრდების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სფეროში. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცნობილი ქართველი მეცნიერის ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებლის ილია აბულაძის 110 წლის იუბილე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით უნიკალური ქართული ხელნაწერების გამოფენა გაიხსნა. პირველად იყო წარმოდგენილი ექსპონატები ილია აბულაძის პირადი არქივიდან. ხელნაწერთა ცენტრში ცნობილი ფილოლოგის მეცნიერული მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია და საიუბილეო საღამოც გაიმართა, რომელსაც ხელნაწერთა ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს ერთი მომენტი დღეს წარმოდგენილია მოვაწვევ სპეციალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილია როგორც მასალები ილია აბულაძის პირადი არქივიდან, რომელიც ჩვენთან არის დაცული, ისე ის ხელნაწერები, რომლებიც ექცეოდა მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში. ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გააკეთა ჩემი აზრით, ეს იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის შექმნა. ხელნაწერთა ინსტიტუტის დაარსება ეს იყო ნახტომი ქართველოგიაში. მომბე ამ დროისთვის დასრულებული არ გადართო, დაელოდეთ ჩვენს მომდევნო გამოშვებას ზუსტად 12 საათზე. ჩვენ პირველები ვამბობთ.